პატარა ალექსანდრეს იშვიათი სასიკვდილო დაავადება აქვს. ზურგის ტვინის კუნთოვანი ატროფია. ბიჭის სიცოცხლე ბეწვზე კიდია. დაეხმარეთ მეგობრებო. ქართველი ბავშვის გადასარჩენად საჭიროა ჟანგბადის აპარატი. მისი ღირებულება 7200 ევროა. საბრალო მშობლებს არ აქვთ ამ ხელათ ახლა. ჩვენ გარდა ვერავინ დაეხმარება. ვერაგი დაავადება თანდათან შლის მის კუნთებს და ორგანიზმს ნელ-ნელა კლავს. ბავშვი იმდენად სუსტია, რომ სუნთქვა უჭირს. ნახველის დამოუკიდებლად ამოღებას კი არ შეუძლია. ზურგის კუნთების სისუსტის გამო ალექსანდრეს სკოლიოზი სწრაფად პროგრესირებს. ყველაფერთან ერთად ბიჭს კიფოზი, ლორდოზი და ტერფნუდობა აწუხებს. გთხოვთ ახლავე დაეხმარეთ, რადგან სანამ ჩვენ ვიცით, ალექსანდრე ძალიან ცუდად არის. ეს ზურგის უბრალოდ კივილი არ არის, ზვრებში ამტვრევს, აუტანელია. ბიჭს არ შეუძლია სიარული, დგომა და საწოლში გადაბრუნებაც კი. ძალა არ შესწევს. მშობლები მძიმედ დაავადებულ ვარსა და 1 წლის ქალიშვილს ზრდიან და შესაბამისად მუშაობა არ შეუძლიათ. სოციალური შემწეობის თანხაკი მკურნალობისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ მხოლოდ იმის იმედი აქვთ, რომ თქვენს კეთილგონებს შეძრავს მათი შვილის ისტორია. დახმარებას ვთხოვთ ყველა კეთილ ადამიანს. გემუდარებით პატარა ალექსანდრეს გადარჩენაში დაეხმარეთ. ღმერთი დაგლოცავთ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.